პატარა ფირი ჩავწერო და მე უფრო მეტად განვიხილავ პოზიტიურია დღევანდელი დღის განწყობა უნდა იყოს პოზიტიური იმედიანი და რატომ პირველი ბიტკოინმა გაუძლო ჯერომ პაუელის დარტყმას ანუ ეს იყო შოკური დარტყმა მაგრამ ბაზარმა ეს წინასწარ აღრიცხა თავისთან მის გამოსვლამდეც და მის გამოსვლის შემდეგაც ანუ ბიტკოინი არ დაეცა მან განიცადა მცირე კორექცია ეს ძალიან პოზიტიური ნიშანია საერთოდ კრიპტობაზრისთვის ну ბაზარი შედის ისეთ კრიპტო შედის ისეთ სტადიაში სადაც უკვე ის ნაკლებად რეაგირებს ესეთ მწვავე დარტყმებზე ადრე დავწერე ჰორმუზის სრუტის ნავთობის გაძვირების დოლარის ინდექსის შესახებ ეხლა არის ეს ფედის განცხადება ის იყო ნეიტრალურზე ოდნავ კაცრი ამას რომ გაუძლო ეს უკვე დიდი მიღწევაა ასე რომ დღეს იქნება ესეთი დამშვიდების მომენტი ფაზა და შემდეგ უკვე ჩაოლ რიცხვი ჩაჯდება ბაზარი ანუ როგორ მოვიქცეთ ასე დროს ყველაზე კარგი არის რომ ყოფილიყო სტოპ ლოსები და დღეს უკვე შესყიდვა ანუ წუხელ სტოპ ლოსები და დღესდღეობით უკვე შესყიდვა მაგრამ არ აუშავს თუ ეს არ აქვს დაყენებული არა დიდი სხვაობა პროცენტულად ნორმალში მზის დღეს არის მეორე ამოცანის შესრულების დრო ეს არის ეტაპობრივად გამოსვლა ანუ ამას რას გულისხმობ ეს არის უკვე თუ რა თქმა უნდა თანხები გაქვთ დაბალ ნიშნულზე დღეს შესყიდვა იმ ტოკენის რომელიც გაქვთ რათა საშუალო ფასი ოდნავ შეამციროთ და დაბლა დაწიოთ დეტალურად განვიხილავ კიდე სხვა საკითხები ძალიან ბევრი საკითხი წამოვიდა გუშინ და ასევე ძალიან ბევრი კითხვა იყო ღამით ну ნაწეს უპასუხე და ნაწეს კიდე მოგვიანებით გავცემ პასუხს ყურადღებით დაჭით არ იჩქაროთ არ ინერვიულოთ ყველაფერი კარგად წავა ცოტა ხანში